აი როგორც იქნა მოვიდა ზაფხული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი ჩვენგანი უკვე დაიწყებს ლაშქრობებში სიარულს, პიკნიკებზე სიარულს და მოდი სანამ ამ ყველაფერს დავიწყებთ, გადავიმეოროთ დანის მოხმარების უსაფრთხოების წესები. წესი ნომერი 1. სანამ დანის გამოყენებას დავიწყებთ, აუცილებლად უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი უსაფრთხო წრე. უსაფრთხო წრე არის სივრცე, სადაც ამ სივრცის შიგნით ადამიანი უბრალოდ არ მოხვდება. ანუ ჩვენ თუ დანას გამოვიყენებთ, ეს წრე უსაფრთხოა მეორე ადამიანისათვის. ამის გასაზომად ძალიან მარტივი საშუალებაა, რომ უბრალოდ ან დაკეცილი, ან გაშლილი დანა წინ გავიშვიროთ, მოვატაროთ. და აი ამ ხელს იქით ვინც არის უსაფრთხოდ, ხელს აქეთ ვინც არის, შეიძლება რომ საფრთხე შევუქმნათ. ასე რომ სანამ დანას გამოვიყენებთ, აუცილებლად გავაკონტროლოთ ჩვენი უსაფრთხო წრე. მეორე წესი პირდაპირ გამოყენებას ეხება. მაგალითად გაცლას. არასოდეს გათალო შენი მიმართულებით. იმიტომ რომ დანა შეიძლება წახტეს და დაზიანდეს. ყოველთვის გათალე წინ. ბევრად მარტივია, ძალასაც უფრო კარგად დაატან. მესამე წესი გაჭრაზე ვრცელდება და გათლისნაირია. არასოდეს გაჭრა შენსკენ და ყოველთვის გაჭერი წინ. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შეიძლება დანა წახტეს. არასოდეს გაჭრა შენსკენ. ყოველთვის დაატანე ძალა და გადაჭერი წინ. ყველაფერი ხდება და მოდი განვიხილოთ დანის ხელიდან გავარდნის ამბავიც. ხელიდან გავარდნილ დანას არასოდეს შეაშველო ხელი ან ფეხი. იმიტომ რომ შეიძლება ისეთ ადგილას მოგიხვდეს, რომ დაზიანდე. ყოველთვის მიეცი დანას საშუალება, რომ ძირს დავარდეს და მერე აიხე. და ბოლო ოქროს წესი. არასოდეს ჩაარჭო მყარ სხეულში დანა, ან ხეში, ან მაგიდაში, ან ფიცარზე, ან რამეზე. იმ შემთხვევაში თუ ხელი არ გაქვს დაცული, იმიტომ რომ ძალიან დიდია იმისი ალბათობა, რომ ხელი უბრალოდ გაგიცურდეს და ხელი დაიზიანო. ეს იყო და ეს. ბედნიერ ზაფხულს და კარგ ლაშქრობებს გისურვებთ. მადლობა.